სიძულვილის ენის წინააღმდეგ შექმნილი სამმართველო და ორთვიანი მუშაობის შედეგი. სასამართლომ უკვე 200-ზე მეტი საქმე განიხილა. მმართველ გუნდში ახალი სამმართველოს მუშაობას დადებითად აფასებენ. დეპუტატების განმარტებით სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის ფაქტები ბოლო დროს შემცირდა. საზოგადოების ძალიან დიდი უმრავლესობისთვის საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენება, შეურაცხყოფელი, დამაკნინებელი, დამამცირებელი ლექსიკონის გამოყენება, რა თქმა უნდა, არის ყოვლად მიუღებელი. ყოვლად მიუღებელი ჩვენი კულტურიდან, ადამიანებთან ურთიერთობიდან და სხვა ტრადიციებიდან გამომდინარე. ამიტომ ნებისმიერი ადამიანი, პოლიტიკური ძალა, შიგნით თუ გარეთ, რომელიც ეწინააღმდეგება აი ამ ძალისხმევას, რომ მაქსიმალურად ჩვენ რაღაც ცივილურ გარემოში დავაბრუნოთ პოლიტიკური პროცესი, რა თქმა უნდა, პირდაპირ დგას სიძულვილის ხარეს, პირდაპირ დგას ამ სახელმწიფოს მტრების ხარეს, რომლებიც თავარი мотивация სწორედ ეს არის, რომ სიძულვილი აქციონ ნორმად. ერთმანეთთან ჩვენ საუბარი, ანალიზი, ფიქრი, დისკუსია არა რაღაც ცივილურ ფარგლებში შევძლოთ, არამედ უხეში დაპირისპირებით, სიტყვიერი თუ სხვა ტიპის შეურაცხყოფებით. ამიტომ ყველაფერი გასაგებია, ვინ დგას ერთის მხრივ ისტორიის თუ სახელმწიფოს ხარეს, კარგ ხარეს და ვინ დგას მეორე მხარეს. ის რომ ზოგადად არის იმის ტენდენცია, რომ მცირდება სიძულვილის ენის გამოყენება სოციალურ მედიაში, ესეც ამის ძალიან კარგი ინდიკატორია. საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის წინააღმდეგ შექმნილი ეს უწყება და შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ მინიმუმამდეა დასული სიძულვილის ენა, თუმცა სამწუხაროდ ჯერჯერობით ისევ არსებობს, მაგრამ შედეგი სახეზე გვაქვს, უნდა არსებობდეს ასეთი ტიპის უწყება, იყოს საკმაოდ აქტიური იმისათვის, რომ საბოლოოდ არ მოხდეს დანერგვა აი ამ სიძულვილის ენის ქვეყანაში, თორემ ბუნებრივია, რომ მთლიანად აკრძალვა ვერ მოხერხდება ვერც სახელმწიფოში და ვერც საქართველოში, მაგრამ მინიმუმამდე უნდა იყოს დასული სიძულვილის ენა. ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ სამმართველოს საქმიანობა. ჩვენ ხედავთ, რომ აი იმ გარკვეულ ძალებს როგორ აღიზიანებთ ის, რომ სოციალურ ქსელში იქნება ადამიანის წინააღმდეგ მიმართული ბულინგი, ტერორი, გინება, შეურაცხყოფელი სიტყვებით მიმართვა, რომ ასე ვთქვათ, შეიზღუდოს გარკვეულ ძალებისთვის ეს არის მიუღებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ სამმართველო ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო მიმართულებით